მოგესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს. ლევან მაჭავარიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, მინდა დავიწყო ახალი ამბით. დღეს ცნობილი გახდა განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ხელისუფლების პრინციპული პოზიციის დამსახურება უწოდა პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სისტემურ მიდგომას ყველაფერთან, მათ შორის აგვისტოს ომთან. აი, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? რა ბენეფიტის მოტანა შეუძლია დეოკუპაციის პროცესში? მოგესალმებით ნატა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა მოგილოცოთ სვეტი ცხოვრება, სრულიად საქართველოს მიულოცოთ და დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ოჯახებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის სტრასბურგში მორიგი ჩვენი გამარჯვება, ესე შეგვიძლია აბსოლუტურად თავისუფლად დავარქვათ და მე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ პირველი ასე ვთქვათ დავა არ არის, რომელიც საქართველომ მოიგო, ხომ? ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ მოვიგეთ სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში მანამდე, სადაც ერთის მხრივ ჩვენ გადაუზღვიეთ ის ბრალდება, რომელზეც ხელი ქონდა მოწერილი ნაციონალურ მოძრაობას, ყველას კარგად ახსოვს ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც ჩვენ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება და ჩვენ ჰააგას სასამართლოს პროცესის მოგების შედეგად, რა თქმა უნდა, ეს ბრალდება მოვუხსენით ჩვენ გმირ სამხედროებს. ამის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო, სადაც რუსეთს დაერქვა ოკუპანტი, ოფიციალურად ეს გაფორმდა ესე და ეს პროცესიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, სადაც საუბარი არის განგრძობით ოკუპაციაზე, თანხლებ მოვლენებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ძალიან მადლიერები ვართ ამ ობიექტური განაჩენისთვის სტრასბურგის სასამართლომ რაც გამოიტანა და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ რუსეთს დააკისრა ძალიან მსხვილი თანხის გადახდა. გასაგებია. კი ბატონო, მოკლედ მივყვეთ ახლა პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგორ ფიქრობთ, აქამდე მხოლოდ პოლიტიკური ტერმინი იყო თუ ამას უკვე სამართლებრივი დატვირთვა მიეცემა იმ კანონპროექტების ამოქმედების შემდეგ, რომელიც არსებობს და უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო ორგანოში? ჩვენ ეს ტერმინი, მოდი ესე ვთქვათ, პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომელიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი და იგივე message box-ით. რამდენი რევოლუციის ცდელობა იყო უკვე მართლა ფლამერია და აბსოლუტურად ყველა ამ ცდელობაში ერთიანად მოქმედებდნენ, ერთად იკრიბებოდნენ ყოველი არჩევნების წინ, ერთად სახავდნენ ერთიან სტრატეგიას, ერთი ვერტიკალით იმართებიან და ეს 4 რადიკალური პარტია არის, მე შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, შეიძლება არ ახსოვდეთ, რომლის 4 პარტიის ხელმოწერა არის იმ სამარცხვინო წერილზე, რომელიც 2024 წლის თუ არ ვცდები 18 ნოემბერი იყო, გააგზავნეს ბრიუსელში, სადაც ითხოვდნენ საქართველოს დასანქცირებას და ყველანაირი ურთიერთობების გაწყვეტას ჩვენს ქვეყანასთან. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, უშუალოდ ნაციონალური მოძრაობა, პარტია ახალი, რომელიც ვერ შეასაღეს გარე უფროსებმა ჩვენ საზოგადოებას როგორც რაღაც ახალი ძალა. აქ იგულისხმება ბატონი გახარიას პარტია, რომელსაც დღემდე 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია შექმნილი ნაციონალურ მოძრაობასთან და აქ იგულისხმება პარტია ლელო, რომელიც ჩვეულებრივი პარტნიორი არის ბატონი ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის, არა მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მან პარტია შექმნა, არამედ ეს პარტნიორობა სათავეს იღებს იმ პერიოდიდან, როდესაც უშუალოდ ნაციონალური მოძრაობა მართავდა ქვეყანას და რა რეჟიმით მართავდა და რა სისტემით მართავდა, ყველას კარგად მოიხსენება და სოციალურის საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც ძალიან ბევრი რაღაცა გამომჟღავნდა თუ როგორ ბინძურ სქემებში იღებდა პარტია ლელოს ხელმძღვანელობა მონაწილეობას, როდესაც კრედიტებს უფორმებდნენ პირდაპირ ციხეებიდან პატიმრებს და მონაწილეობას იღებდნენ ამ გზით ბიზნესის რეკეტში.
რაშიც სხვა შორის პირდაპირ ეთერში თვითონ ალეკო ელისაშვილმა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ლიდერი არის, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს. ლელოსი პირდაპირ ეთერში წაუყენა ეს პრეტენზია ბატონ მამუკა ხაზარაძეს და მას შემდეგ გახდა ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. აი ჯამურად ამ ძალებს ეძახით ჩვენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი იმართებიან მთლიანად გარედან და ყველაფერი უკვე ამაზე მეტყველებს საზოგადოებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრს ვესაუბრებოდით ამასთან დაკავშირებით ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა უკვე ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ეს 4-ვე რადიკალური ძალა იმართება ერთი ვერტიკალით, ისინი თვითონ გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი იყო ამის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ფაქტობრივად ქუჩაში დატოვეს ეს პარტიები გარე მითითებების მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ ხა 61 მანდატი ჰქონდათ აღებული, რა თქმა უნდა, ისარგებლებდნენ ისინი ამ მანდატებით, ექნებოდათ პლატფორმა, ექნებოდათ ტრიბუნა, თუმცა მათი გარე უფროსები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქართულ ოცნებას შანტაჟის ფონზე, რაღაცა კომპრომისების, ასე ვთქვათ, გვაიძულებდნენ რაღაც კომპრომისებზე წასვლას და არასწორი გათვლა გააკეთეს, შესაბამისად ეს პარტიები დარჩნენ ქუჩაში და შემდეგ უკვე ჩვენ ვიხილეთ პროცესი ასე ვთქვათ რებრენდინგის ნაციონალური მოძრაობის, როდესაც გამიჯვნა სცადეს ამ გარე უფროსებმა, ვერ ჩამორეცხეს ნაციონალურ მოძრაობას ის ბინძური და სისხლიანი წარსული, ახალიც ვერ შეასაღეს, როგორც უკვე აღნიშნე ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად ცდილობდნენ, რომ გაემიჯნათ ლელო და გახარია და ასე ვთქვათ თამაშის მიღმა დატოვეს მთლიანად ეს ორი პარტია, არჩევნებში არ მიაღებინეს მონაწილეობა და რა თქმა უნდა ამან ერთის მხრივ ხელოვნური, მეორეს მხრივ კი ბუნებრივი დაპირისპირებაც გამოიწვია ამ ორ ფლანგს შორის, იქიდან გამომდინარე, რომ დაინახეს ძირძველ მანაცებმა, რომ ფავორიტობას კარგავდნენ გარე უფროსების და ეს მათთვის ძალიან მტკივნეული იყო. შესაბამისად, აი ამ 4 ძალას, რომლებიც ესე დესტრუქციულად მოქმედებენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მოვიხსენიებთ როგორც კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. კი ბატონო, გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას და მათი ბრენდის ქვეშ მყოფი პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვას გეგმავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში აი მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელის ასე დაინიციერებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ვინ დარჩება ოპოზიციურ ველზე? აი ელოდებით, რომ შემოვლენ ახალი აქტორები და დაიკავებენ მაგათაც ძლიერ პოზიციებს. ეს გარდაუვალი არის და მე ხშირად მომიყვანია მაგალითი, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან მაქვს ურთიერთობა, ძალიან ჯანსაღ ახალგაზრდებზე მაქვს მე ამ შემთხვევაში საუბარი, ვისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინც არ ცხოვრობენ რაღაცა გეოპოლიტიკურ ილუზიებში და რაღაცა რუსული კანონის და მსგავსი გამოგონილი თემების არ ჯერათ და ისეთი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ხშირად რაღაცებზე მეკამათებიან, ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ კამაჩიც მიგებენ და როდესაც მათ უსვავ ხოლმე ესე შეკითხვას, რომ ესე ჯანსაღად აზროვნებთ და ესე ჩართულები ხართ პოლიტიკურ პროცესებში, რატომ არ გინდათ რომ რაღაცა მოძრაობა შექმნათ, რომელიც შემდეგ რაღაცა პარტიად გარდაიქმნება და ასე შემდეგ და აბსოლუტურად ყველას პასუხი არის ანალოგიური, რომ რა აზრი აქვს პარტიის შექმნას, როდესაც ესეთი ოპოზიცია არსებობს, რომელიც მთლიანად გარედან ფინანსდება, რომელსაც აქვს მედია საშუალებები და როგორ შეიძლება ჩვენ მათთან კონკურენციაში შევიდეთ, უბრალოდ დავიჩაგრებით და არანაირი აზრი არ აქვს ყველა ამაზე დროის დაკარგვას, ხო? შესაბამისად, როდესაც ანტიკონსტიტუციური და მავნებელი საპოდაშის მომწყობი, ასე ვთქვათ, პარტიები და აქტორები გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, რა თქმა უნდა, ესეთ ახალგაზრდებს ექნებათ, ძალიან დიდი мотиваცია, რომ შეავსონ ის სეგმენტი, რომელიც გამოთავისუფლდება და ეს ქვეყნისთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იქნება, ვინაიდან ოპოზიციაში, როდესაც იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც გარედან არ იმართებიან, ვისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, როგორც ქართული ოცნებისთვის, უბრალოდ არის რაღაცა გარკვეულ საკითხებში, ასე ვთქვათ, უთანხმოება, რაღაცა საკითხებს ფიქრობენ, რომ უკეთესად გადაჭრიან, რაღაცა საკითხებზე ფიქრობენ, რომ შეიძლება უკეთესად გაკეთდეს და უფრო წაადგეს ჩვენს ქვეყანას, ესეთი ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო და ჩვენ ვინატრებდით და მე დარწმუნებულიც ვარ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის თან მანამდე ძალიან დიდი დრო არის დარჩენილი, ესეთი ძალები მით უმეტეს ახალგაზრდებით დაკომპლექტებულები გამოჩნდებიან უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე. პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, აი ეს დემოკრატიული პროცესი როგორ წარმოჩინდება ამ შემთხვევაში დასავლეთის თვალში? ეს დამატებით სივრცეს ხომ არ გააჩენს ან კონფრონტაციისთვის?
ნახეთ, იმდენად აბსურდულ მდგომარეობაში იმყოფება ევრობიუროკრატიის ძალიან დიდი ნაწილი ზუსტად იმ დღიდან, რადგანაც უკრაინაში ომი დაიწყო და მე ხშირად ვახსენებ ხოლმე ამ ფრაზას, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ კარგად გაიაზრონ თუ რამ გამოიწვია ეს ურთიერთობების გაფრჩება ევრობიუროკრატებთან, ხომ? ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისთვის, კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი, რომ 600-მდე რეზოლუციას მივუერთდით, სადაც 10-ობით ქვეყანამ თავი შეიკავა, 30,000-მდე უკრაინელი შევიფარეთ, დაუნიშნეთ სოციალური დახმარებები, ბავშვებს გავუხსენით უკრაინული სკოლები, ჰუმანიტარული დახმარებით, მე მგონი სამეულში შევდივართ მსოფლიო მასშტაბით, ასე შემდეგ. ერთადერთი ნაბიჯი არ გადავდგით, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი, რომელიც კი ბატონო რაღაცა ძალებისთვის ძალიან კომფორტული იყო, უბრალოდ ჩვენ გავნადგურდებოდით, ხომ? და მას შემდეგ სულ გვესმის რაღაცა დემოკრატიული უკუსლა, მადლობა ღმერთს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისგან აღარ გვესმის ესეთი ცრუ ბრალდებები, აქაც ძალიან კარგი მაგალითი არის, როდესაც ყოფილი ადმინისტრაციის პრესპიკერი ყოველ დილას იწყებდა საქართველოს დემოკრატიული უკუსლით საუბარს დემოკრატიულ უკუსლაზე საქართველოში და შემდეგ ბატონი ენტონი ბლინკენი ჩავიდა მონღოლეთში და მონღოლეთი არისო დემოკრატიის ოაზისი რეგიონში, ხომ? ნუ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი მეტყველებდა იმაზე თუ რამდენად უაპელაციო იყო ბრალდებები ჩვენი მისამართი. სხვათა შორის ახლა მქონდა ინტერვიუ, მე არ ვიცი გაუშვეს თუ არა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის გერმანიაში. ჟურნალისტები იყვნენ ჩამობრძანებულები, ბატონ კახი კალაძესთან სურდათ ინტერვიუ, არ ეცალა ბატონ კახი, ძალიან გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე წინა საარჩევნო პერიოდზე მოგსაუბარი და მე მივეცი ინტერვიუ და როდესაც ამ ჟურნალისტმა მე შეკითხვა დამისვა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ დაანონსებული გაქვთ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აკრძალოთ, ხომ? და ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიულ უკუსლოსო. მე მას კითხვა შეუბრუნე, რომ მაგალითად პარტია AfD, რომელიც დღეს არის ყველაზე რეიტინგული პარტია გერმანიაში, ხომ? ვკითხე მას, რომ პროცესი დაწყებულია ამ პარტიის აკრძალვის თქო და მაგასთან დაკავშირებით რა სიტყვიო. ამ ბატონმა მე გამსა პასუხი, რომ ნუ მათ რაღაცა სამოქმედო გეგმაში იმგვარი, ასე ვთქვათ, საკითხები აქვს ჩამოწერილი, რომელმაც შეიძლება რაღაცა რისკები შექმნას მერე დემოკრატიის კუთხითო და მე მას გავეცი ესეთი პასუხი, რომ ესე იგი თქვენ გრძალავთ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ხედავთ რაღაცა პოტენციურ რისკებს, რომელიც შეიძლება მომავალში დაგიდგეთ და ჩვენ კითხვას გვისმავთ იმ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებაში იყო 9 წელი და ფაქტებით და მტკიცებულებებით არის დამნაშავე პარტია, რომელიც მხოლოდ ჩვენი, ასე ვთქვათ, შეფასება არ არის ეს პოლიტიკური და სამართლებრივი, ხო? სტრასბურგის სასამართლოს აქვს პირდაპირ დადგენილი, რომ რაც ციხეებში ხდებოდა და ის რეკეტი რაც ხდებოდა, იყო სისტემური ხასიათის და მთელი სისტემა იყო ამაში ჩართული, ხო? და ამ ბატონმა, რა თქმა უნდა, ვერანაირი პასუხი ვერ გამცა ფიზიკურად, ხო? შესაბამისად, ეს ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკა არის იგივე ქალბატონი მარი ლეპენი, რომელიც ასევე ყველაზე რეიტინგული ფიგურა არის საფრანგეთში და რაღაცა რუსული კავშირების გამო აპირებენ მის აკრძალვას თუ უკვე აუგზავნეს პოლიტიკაში მოღვაწეობა, ეს ნუ ძალიან ისეთი ტრენდია, ხო? დღეს თუ რაღაცა არ მოწონთ და არგუმენტი არ გააჩნიათ, რა თქმა უნდა, გაბრალებენ ასე ვთქვათ, რუსულ კავშირებს, ისევე როგორც ბატონ დონალდ ტრამპს და ძალიან სასიხარულოა, რომ ძალიან სერიოზული გამოძიება არის დაწყებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ეჭვმიტანილები არიან FBI-ის და CIA-ის ყოფილი ხელმძღვანელებიც იმ საქმეში, როდესაც ბატონ ტრამპს 2016 წელს ასე ვთქვათ, შეუკერეს ეს იარლიყი, რომ თითქოს იგი რაღაცა რუსეთის აგენტს წარმოადგენდა და სხვა შორის ახლა ჩვენი მოქალაქეების გასაგონად მინდა ვთქვა, როდესაც ქართულ ოცნებას აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული დავართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, ვერავინ ვერ დაგზრახავს ფიზიკურად, რომ რამე არ გაგვიკეთებია ამისთვის, როდესაც ეს ოპოზიციური ჟურნალისტები სვავენ ხოლმე შეკითხვას, რომ აი რატო ვერ იტვირთება ურთიერთობებიო, ფაქტობრივად არ მახსენდება არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი თუ წარმომადგენელი, რომელსაც უშვერი სიტყვებით არ ყავს ბატონი დონალდ ტრამპი ნალანძღი და ესეც მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაითვალისწინონ და ქართულ ოცნებას აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს, ჩვენი მსოფლმხედველობა პოლიტიკურ ნაწილში, ღირებულებებით ნაწილში, ჩვენი გზავნილები, ჩვენი შეხედულებები სხვადასხვა თემებზე, ოჯახური ღირებულებები იქნება თუ სარწმუნოება იქნება თუ ასე შემდეგ, სრულ თანხმედრაში არის და რა თქმა უნდა მოლოდინის რეჟიმში ვართ, კონკრეტული გზამკვლევის, ასე ვთქვათ, გაწერა გვაქვს შეთავაზებული ამერიკის მხარისთვის. ბატონ ლევან, ხვალ EUTHOS მოქმედი თავმჯდომარე ჩამოდის თბილისში და მას ექნება მაღალი დონის შეხვედრები. აი ოფიციალური თბილისის პოზიციონირება როგორი იქნება, მთავარი აქცენტები, რასაც გაამახვილებთ ყურადღებას?
ნუ ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ EUTOS-თან თანამშრომლობით, თქვენ იცით რომ მათ მოწვევა გაუგზავნეთ, თუმცა რაღაცა საბაბებით უარი განაცხადეს არჩევნებზე დაკვირვებით, ჩვენ კარგად ვიცოდით რომ ეს ესეც იქნებოდა, იქიდან გამომდინარე რომ შეგახსენებთ როგორი ბულინგის მსხვერპლი გახდა ეს ორგანიზაცია, როდესაც 2024 წლის არჩევნებს დააკვირდნენ გრძელვადიანი მისიით და მათი დასკვნა იყო ის რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა სუბიექტს ჰქონდა საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება თავისუფალ გარემოში, CESCOM მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება მაღალ დონეზე, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და ასე შემდეგ და ის ევრობიუროკრატები, რომლებიც მანამდე აცხადებდნენ, რომ თავარი დასაყრდენი იქნებოდა EUTOD-ის ანგარიში, შემდეგ EUTOD-ის კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ, მაშინ როდესაც EUTOS გენერალურმა მდივანმა საპარლამენტო ასამბლეაზე სულ რაღაც 2 თვის წინაც აღნიშნა, რომ ყველა ანგარიში უნდა გაუწიოს იმ დასკვნას, რომელიც EUTOD-ის ჰქონდა წარმოდგენილი და უსაყვედურა ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, როგორ არის სარგებლეს ამ მანდატებით. ასევე შეგახსენებთ დაახლოებით 6 თვის წინ ქალბატონი პიაკაუმა, რომელიც EUTOS საპარლამენტო ასამბლეის მდივანი არის, შეიძლება ზუსტად პოზიციას ვერ ვასახელებდე, თუმცა ძალიან მაღალი რანგის პოზიცია უკავია ქალბატონ პიაკაუმას. იგი აპირებდა ჩამობრძანებას საქართველოში და როგორი ბულინგი ატყდა შიდა აქტორების და გარე აქტორების მხრიდან მისი მისამართით, შემდეგ მას ვიზიტის გადადება მოუწია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, მაღალი დონის შეხვედრები იქნება, ყოველთვის მოხარულები ვიქნებით EUTOS-თან თანამშრომლობით და ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ ზოგადად მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისგან არის, რომ თუ რაღაცა კრიტიკა იქნება ქართული ოცნების მისამართით, მინიმუმ რაღაცა არგუმენტებს მაინც იყოს ხოლმე ეს დაფუძნებული და არა რაღაცა აღქმებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ეთერში ლევან მაჭავარიანი საუბრობდა